ისტორია ჭოროხის ბასეინისა ერთობრთულია. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ხალხები: ქართველები, სომხები, ბიზანტიელები, არაბები, თათრები, სელჩუკები და თათრები ოსმალები. იცვლებოდა უფლება ერთი ხალხისა მეორეზე, იცვლებოდა სარწმუნოება, ენა და განათლება, აღნიშნავდა თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილი. ნიგალის ხეობა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, მოიცავს მდინარე ჭოროხის შუა და ქვემო წელს. ხეობის ძირითადი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაშია. ქართულ ენას ნიგალში და მთლიანად თურქეთის საქართველოში თითქმის დაკარგული აქვს საკომუნიკაციო ფუნქცია და მხოლოდ ქართველობის დამადასტურებელ სიმბოლოდ რჩება. ჩემი ნენე ქართულჯე ლაპარიკობდა, თურქები მტქეშავდნენ, ქართულჯე არ ილაპარიკო, ქართულჯე იასაღი იყო, ვიყვება სებატინ ალფაიდინი. თუმცა ნიგალის ხეობის მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბორჩხისა და მურღულის რაიონებში, ბევრ სხვა რეგიონთან შედარებით უკეთესად არის შემორჩენილი მშობლიური ენა. ქართველობის, გურჯობის თვითშეგნება, წესჩვეულებათა კვალი, ფოლკლორი და სხვა მენტალური მახასიათებელი, რაც განსაკუთრებით იგრძნობოდა როგორც თითოეულ სოფელში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებისას, ისე იაელებში მემთეურებთან და მათთან ერთად კარჩხალის მწვერვალებში ვარსკვლავის ტბაზე მოწყობილი ლაშქრობისას. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავის ტბაზე უნახავთ ნოე პეიღამბრის წინასწარმეტყველის გემის ღუზა და ჯაჭვი. ჩვენებურთა გულღია საუბრებსა და ადაწესების, ტრადიციების, ყოფაცხოვრების, მუჰაჯირობის, კვების პროდუქტების დამზადებისა და მშენებლობის შესახებ ჩაწერილ ტექსტებში შეხვდებით მყარ ფრაზეოლოგიურ გამონათქვამებს, იუმორს, ანდაზებს, პასაპორტის გაკეთებისა და საქართველოში წამოსვლის სურვილს, ოცნებას. ვარსკვლავის ტბისკენ მიმავალი გზა დევესქელის ხეობას მიუყვება. ამ ხეობაში ოთინგოს ნასოფლარია, სადაც თბილი წყლის აბანოებამდე, რომლის აღმოჩენას თამარ მეფის სახელს მიაწერენ, 2-3 კილომეტრის მისასვლელ მანძილზე გზის ნაპირას დგას ოთინგოს ეკლესიის ერთი კედელი. ეკლესიას შეხვდებით ართვინის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ სვეტში, სოტიბარის უბანში, იგივე სვეტიბარი. ამ სოფელშია ნიგალის უბანიც, ნიგალას ხევიც, საიდანაც ეს სახელი გავრცელდა ჭოროხის მიმართულებით, ვიდრე ერგემდე. ართვინის შემდეგ სვეტი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი უნდა ყოფილიყო ნიგალში. ამაზე თვით სოფლის სახელწოდება სვეტი და სხვა ტოპონიმიკური ლექსიკაც მიუთითებს. სოტიბარი, ქილისაყაფი, ნაეკლესავი. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალოცავი. ეკლესია 100 კვადრატულ მეტრზე აგებული. გადარჩენილია სრულ განადგურებას. კვლევრები მას მე-10 საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებენ. სვეტში სხვა ნაეკლესია არის, ქილისაყაფის ნაშთებიცაა. მისი დარჩენილი კედლები პურსაცხობადაა გამოყენებული. სოფლის უბანსაც, სადაც ეს ეკლესია დგას, ქილისაყაფი ჰქვია. შედარებით სრული სახითაა მოღწეული ეკლესია სოფელ იბრიკლში, მამაწმინდის უბანში. ეს ძეგლი აღწერილი აქვს დავით ხოშტარიას ნაშრომში, ლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იგი მე-16 საუკუნეშია აგებული. შესაძლებელია ეკლესიის დაზიანებული ფრესკებისა და წარწერების აღდგენა წაკითხვა. ნიგალის ხეობა მდიდარია სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებზე განლაგებული ციხესიმაგრეებით, რომლებსაც მხარის საკონტროლო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. ეს ციხეები ართვინის, სინკოთის, დემირჯილარის, მელოს, ქვამჩირეთის, გვარას თავისი მიუდგომლობით და გრანდიოზულობით გაკვირვებსა და ინტერესს იწვევს სინკოთის ციხე.
ისტორიული ნიგალის ხეობა პირველ რიგში მაინც ქვისთაღიანი ხიდების სიმრავლით გამოირჩევა. ეს ხიდები დღესაც შემორჩენილია ჩხალის, ბეღლევანის, გლასქურის, დევესკელისა და მურღულის ხეობებში. ხიდები და აქ-არსებული ძველი სამიმოსვლო გზები თავის დროზე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დანაწინაურების მანიშნებელია. Aketi como gidiari, zveni xidom dinekçi berçe xali. Mefal tamaras gidebiya da mefal tamaras okrebi haçapliliya. Simit xali axlame. Türkiye'de hepsine okre çaplili qopila. Esi tuşeniz. Amça devskeli de maçaxeli da haçaplili qopila hakaka. Kendini edzeben ki. Devriyede mi? Ha verna heben. Beşede di xarita da gana. Ha. Mefal tamaras xarita isiniz xarita. Ama çekit ona, bir vergit olsun. Xarita polis qabze dutseriyan ikidan kağıtse kadar tebuluya. Ხო. Mezarı isemi hada içinin seriya, mezarı arayın. Problemi saxeli bir arayın. Ama teli sopeli saxeli vergit olsun. ნიგალის ხეობის წარსული და დღევანდელი მდიდარია სამეურნეო ყოფის ამსახველი მასალით. აქ შეხვდებით თავთავიანი მარცვლეული კულტურების სალეწკებსა და საცეხვავს საძიგველს სოფელ არხვაში, პურსაცხობს პეტრულში, კალათების ქსოვას ბაშკოიში, საოჯახო და სამზითო მოწყობილობის ქსოვის პროცესს თითქმის ყველა სოფელში, თევზის მეურნეობას არხვასა და გოლაში, მეფუტკრეობას ტყიურს, შინაურსა და ნახევრად შინაურს. ხეობაში განვითარებული მეღვინეობის მაჩვენებელია გადარჩენილი ღვინის ჭური სოფელ დამფალში. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის დღეს არსებულმა კეთილგანწყობილმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის გაზარდა კულტურული და სასწავლო საგანმანათლებლო კონტაქტები, ეკონომიკური კავშირები, ჩამოაყალიბა ბიზნეს ურთიერთობები, შექმნა ურთიერთდასაქმების პირობები, ჩამოყალიბდა მრავალი ფონდი, სათვისტომო ორგანიზაცია, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ჩვენებურთა იდენტობის შენარჩუნებას, მეზობლად მდებარე წარსულის კულტურასთან ურთიერთობის გაღრმავებას. ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად შესრულილი სარწმუნოების ფონზე, რომელიც ეთნიკური გადაგვარების საფრთხესაც ქმნის, სასურველია ნიგალის ხეობაში გაიხსნას ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. რათა დღევანდელი ქართველობა არ ჩაითვალოს ქართული ენის მცოდნე ბოლო თაობად, რათა ეროვნული ცნობიერება საერთოდ არ ამოვიდეს ქართველთა გურჯთა, როგორც თვითონ ამბობენ, მეხსიერებიდან. სწორედ რომ ქართველობის ბოლონიშნების დაკარგვის მოსალოდნელი საშიშროების გამო გაისმის პოეტ ზურაბ გორგილაძის ხმა, თუ ქართველი ხარ რას ფიქრობ, თუ ვაჟკაცი ხარ რას შურები, გესმის იქ ტავკლარჯეთში როგორ მღერიან ბავშვები. Biçiz de sakmeşi ya. Yardımcı oluyorlar ama. Ertizan ama yardımcı oluyor tabii. Makinazı mivçem. Erteli yani. Gayet sakmeyini bak atesi göre erteli sakma. Simin derse gahteba kalmaglafta. Tokit mar. Biberi, patlıcanı, domatesi, maydanozu, meravici, titri, axiro, lobiyo. Mçvanelebi isin de xaxvi maxvi siz xalına. Makedoni. Makedoni. Kinzi içi to kinzi. Ki. Ha isin. Maruli. Saklami ari, kurcixana ari, xamxana ari, saxutu ari, ağremi ari, talavari ari, çitelavi ari, samaxro ari, deda samaxro ari. ხო. İnagara ari, iqane ari, titkedi ari. ქართული სისხლი საქართველოს იგივე არის. სხვა არის. მარტო ერთი დალევა ცოტა არ არის. იმის გარეთ ყველაფერი ერთნაირი. მე გაგეკითხი დედაბერი რა მაქვს. ერთი კაცი მყავდა ესის მომეკდა. ჩემი კაცი ქორწილდება. მე მეორე ვარ და მესამე მეკანი. ენა შეხედე, აი თეხე თოფალია, თო ჯლიხია, მეორე კალეძე, თოლეძებს. Გაცხანა ლამაზი თემიზი. გადიცა გავცხა, ქვაფშინა ჩაყარა მაგო. ის ლამაზი მოდუღდება ტყემალი. იმას ჩვაში გაწურა. ის იმის წვენით ქვა ჩეშჩი ჩაცხა, იმა მაგო იქნება ბექნეზი. შეკერი თუ გინდა ჩაყრა, თუ არა და ისე პაპასტენ არ უნდა, მაშინ შეკერი ჩაყრა. იმა ჩვაში გაწურა, ჩაცხა ჩვაში. ის ენი ბაშტა ისე მაშინა გაწურო კიდე სუს გიბეთქო და სუსკში.
კი რამა ანაკაფეს იმა დურდელა რამე თებიძი დაიქნა წებალის პეკმეზე ლამაზ მოდუღებული მაგრამ შიგა რამა რახავს ჩემი თუ იქნება ხალისად მოადუღავთ ყურძენისა მოადუღავთ შავი ყურძენისაც მოადუღავთ პეკმეზე და ხატვას არ გულევთ ჩვენი წყალისა ლამაზი წყალი გავწურავთ იმის პეკმეზე ვიქავთ ვილოცად ვიკითხოთ ღმერთი დევჯეროთ ბევრი ღრინა არ დავლიოთ კარგად ვიცოცხლოთ ქალაქიდან აუღე ერთი ცალი საფში მეუტანა შევხედე 100 ცალი ქართული ერთი დიდი დედა წასულა არაბისტანში მექე იცი და ილოცა მოვიდა სახში სხვაგან სახში და მიდისა მე ხალხი მოვიდა ლაპარაკობენ ახლა ლაპარაკში გურია უცაგი ორი დაკავს ამას უცაგი ერთი პატარა ცხილი მომეცილო ხო იმან უცაგი ცხილი ამ წელს ბევრი არ იქნეს ცოტა მოგცემო იმან და უცაგი ლეღვი ჭამერო ცოტა ბევრი მომეცილო ხო სხვა ხალხმა გეიგო ნეხვი ისი რა გეიგო იქ ხალი გახდა აპირისი რა პიტაჟი ცუდი ხალი გახდა გაიგე ეკლესიაში გან არის დიდი ჩვენი ეკლესია მინარე რა იჩიტაშ შადოლაში ისეთი სიტყვა გაიგე დიდი ქვარიო მიდიხარ შიგა მარწიალაფო ასე ხამო რა არის ისიო ფადიმე ჩონია გოგო ედა უთქვიაგი ფადიმე შენსეილისინ გაველიანის მენაზეო ურში ბევრი ამაყვა ვერ მithვია ენაზეო ერთი ჩვენი მაჭახლელი გედეიქნება ხო? ახლა მაჭახლელ ასოა ჩვენ სიმინდი გავჩეგნოთ ვითმით იმათ გავფაჭოთ ითქვით. მაჭახლის ლაპარაკი და თქვენი ლაპარაკი ხო ეგვანება yani. ახლა ჩვენ ცაში ბულუც უძახით იმათ ნიჟლი უძახია. ისე რა უძახით? ბურუსი ისე უძახით. ბურუსი ბულუთი ამინდი მოშლილია რა თქმა ის